საქართველოს მასშტაბით გასვლითი შეხვედრების სერია მოგზაურობა, ინოვაციების და ტექნოლოგიების სამყაროში გრძელდება. მორიგი შეხვედრა ქუთაისის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა ინოვაციების და ტექნოლოგიების ეკოსისტემის შესახებ პრეზენტაცია და შემეცნებითი ლექცია. შეხვედრის დასასრულს კი გაიმართა 3D მოდელირებისა და 3D ბეჭდვის პრაქტიკული სემინარი. პროექტის ფარგლებში შეხვედრები ჩატარდება საქართველოს 55 მუნიციპალიტეტში და მისი მთავარი მიზანი რეგიონებში ინოვაციური მეწარმეობის განვითარება და სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება. განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენთვის ახალგაზრდების აქტიურობა ღონისძიებაზე, რადგან უახლოეს მომავალში გაიხსნება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი, რაც იმას ნიშნავს, რომ გაიზრდება სააგენტოს აქტივობები და პროექტები მთლიან რეგიონში. ჩვენი პროექტი კი გრძელდება და მივემგზავრებით დასავლეთ საქართველოსკენ და მაისის ბოლომდე მთელ საქართველოს დავფარავთ. მე ვარ პედაგოგი ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლაში, ვასწავლე front-end development-ის ჯგუფს. დღეს შეხვედრას წარმოადგენელი ყავს 4 მოსწავლე. ჩემი მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი არის ის თემები, რა თემების დღეს ჭირდება წარმოგვიდგინა რეალურად შეხვედრაზე, იმიტომ რომ მათ საბოლოო პროდუქტის შექმნაში ძალიან დაეხმარებათ ესეთი ტიპის როგორც რეკომენდაციები, ასევე პროდუქტების და ხელსაწყოების ცოდნა. დღესდღეობით ვაკეთებ ვებსაიტს, სკოლის ვებ გვერდს და დღევანდელი მიღებული ინფორმაცია ძალიან გამომადგება იმისთვის, რომ წარმოვადგინო ჩემი ვებ გვერდი.